საკვებიზეთის ეტიკეტზე არ იქნება დატანილი დასახელება ვარგისიანობის ვადა, შენახვის პირობების, სურსათის წარმოშობის ქვეყანა, ასევე ინფორმაცია კვებითი და ენერგეტიკული ღირებულებების შესახებ. ასეთი ზეთის შეძენას სურსათის უმნებლობის ექსპერტები არ გვირჩევენ. კიდევ რას უნდა მივაქციოთ ზეთის შეძენისას ყურადღება, ასევე მცენარეული მათ შორის საკვებიზეთებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ზოგიერთი მცენარეული ზეთის ცხიმოვანი მჟავების შემცველობის ზღვარი. Რას გულისხმობს ეს რეგულაცია, უფრო ვრცლად სურსათის უმნებლობის ექსპერტი ეკა გიგაური ისაუბრებს, რომელიც შემოგვიერთდა და უკვე დილომშვიდობისა ქალბატონებისა. მადლობა სტუმრობისთვის. დავიწყოთ ახალი რეგულაციით, რომელიც სიახლეა. რას გულისხმობს ეს რეგულაცია და ვის ეხება რეალურად? კი ბატონო, ეს არის 471 ახალი დადგენილება, რომელიც გასული წლის დეკემბერში იქნა ხელმოწერილი, მაგრამ ამოქმედდება 2016 წლის 1 იანვრიდან და 1 იანვრიდან ეს ინფორმაცია, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ყველა ტიპის მცენარეულ ზეთებზე იქნება სავალდებულო, მათ შორის ეტიკეტირების რეგლამენტი, რომელიც დღეს არსებობს, ამას მე ერთე რეგლამენტი ესეთი, ტექნიკური რეგლამენტი, ისიც კი გულისხმობდა ასეთ ინფორმაციის მიწოდებას მომხმარებლისთვის, თუმცა ეხლა დაემატა რაღაც ცვლილებები, რომელიც უკვე მკაფიოდ ავალდებულებს მწარმოებელს, რომ ბევრი ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს. მათ შორის ზუსტი დასახელება უნდა იყოს მითითებული. ეს არის, ასე ვთქვათ, როგორი ტიპის ზეთი არის დასახელება, გამოწნეხვის მეთოდი, ანუ თუ არის პირდაპირი დაწურვის ზეთია, რაფინირებულია, დეზოდორირებული, ანუ მრავალი ინფორმაცია ამ დადგენილებაში, რაც არის მოცემული, მწარმოებლებს ევალებათ, რომ ტიპი მცენარეული ზეთის განსაზღვროს მჟავიანობის შემცველობით, აგრეთვე მზესუმზირის ზეთი, რომელიც ჩვენთვის არის მხოლოდ მზესუმზირის ზეთი, ამ რეგულაციაში 3 სხვადასხვა ტიპი არის. ოლეინის მჟავის მაღალი შემცველობით, საშუალო შემცველობით. ეს ინფორმაციაც უნდა იყოს მიწოდებული და დატანილი ეტიკეტზე და მომხმარებლისთვის უფრო მეტად გასაგები რო იყოს, მაგალითად ოლეინის ზეთის მაღალი შემცველობა რას ნიშნავს? განმარტავმცირედ, რომ ეს ისეთი ტიპის ზეთია, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე უძლებს, ასე ვთქვათ, მაღალ ტემპერატურას და შეიძლება რომ ფრიტურშიც იყოს გამოყენებული. ამიტომ აი ესეთი დატანა, ვთქვათ, სხვადასხვა ინფორმაციის მომხმარებელს უფრო მეტ ინფორმირებულობას, ასე ვთქვათ, მეტი ინფორმაცია ექნება, რომ სწორად გამოიყენოს ესა თუ ეს ზეთი. აი მაგალითად იგივე ოლეინის მჟავის ესეთი მაღალი შემცველობის ზეთი დაახლოებით უტოლდება, ასე ვთქვათ, სხვა მაღალი ხარისხის ზეთებს, მათ შორის ზეითუნის ხილისგან, ზეითუნისგან დამზადებული ზეთების მიხედვით და კიდევ ის არის, რომ ეტიკეტზე თქვენ ჩამოთვალეთ, რომ კვებითი ღირებულება უნდა იყოს დატანილი, მათ შორის ენერგეტიკული ღირებულებას და კვებით ღირებულებებში, როგორც იცით, შედის ცხიმები, მათ შორის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, ნახშირწყლები და ცილები და შაქრები და აი ამ მცენარეული ცხიმების, ასე ვთქვათ, კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველობა. ეს ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველობა ვიცით, რომ არის გულსისხლს ზარხვდა დაავადებებისთვის რაღაც ისეთი მაჩვენებელი, რომ მაღალი რაოდენობის ჩვენ, ასე ვთქვათ, თუ შემცველობა არის მაღალი ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების, ბევრი გამოყენება ამის არ შეიძლება, ამიტომ მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ წაიკითხოს ეტიკეტი, შეხედოს ზუსტად აი ამ ნაჯერ ცხიმოვან მჟავებს. იმის თქმა მინდა კიდევ, რომ ეს რეგულაციები საქართველოში შემოვიდა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების, ასე ვთქვათ, დადების შედეგად, მათ შორის ამ, ასე ვთქვათ, ინფორმაცია იყო მომხმარებლების შესახებ, ჩადებული იყო ესეთი რამ, რომ ორი დიდი რამ იყო, მოკეთ ამ სურსათს რაც ეხებოდა ამ რეგულაციაში ჩადებული, რომ უნდა მიგვეწოდებინა მომხმარებლისთვის ზუსტი და სწორი ინფორმაცია, აი რასაც ახლა ჩვენ ზუსტად ამას ვაკეთებთ, რომ ინფორმაციას ვაწვდით და ეს დადგენილებაც ამისთვის არის ახლა 471 და უნდა გაგვეთავსებინა ქსელში, ანუ ბაზარზე უვნებელი სურსათი.
აი ასოცირების ხელშეკრულების თანახმად ორი ძირითადი პრინციპი იყო რა, ანუ აი ამაში ეს ითო, რომ უვნებელი სურსათი და მომხმარებელმა იცოდეს რა წერია ამ სურსათს, მარკირების კუთხით ინფორმირებული უნდა ყოფილიყო და საამისოდ სურსათის ეროვნულ სააგენტოს საიტზეც ყველას ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია რომ ნახოს ნებისმიერი დადგენილება, რომელიც რაღაც გარკვეულწილად ინფორმირებულობასაც გაუზრდის და ამის გარდა ჩვენი მარკირება, რაც თქვენ თავიდანვე ჩამოთვალეთ ამ ზეთებზე, ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია ზუსტად ის არის, რაც მომხმარებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს და უნდა, ასე ვთქვათ, იცოდეს ამის კითხვა. მოკლედ, სრულად რომ მაშინ შევაჯამოთ და ჩამოთვალოთ ის 8 მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ზეთზე დატანილი და რომელსაც აუცილებლად უნდა მიაქციოს მომხმარებელმა ყურადღება და რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი თუ შეგვიძლია რომ გამოვყოთ აქედან რომელიც. ის გასათვალისწინებელია რომ როგორც წესი მომხმარებელს ძალიან ეზარება ხოლმე ეტიკეტზე ძალიან წვრილად დატანილი შრიფტის გარჩევაც კი ხშირ შემთხვევაში და ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე. გარდა ეტიკეტისა, ეს ყველაფერი აისახება თუ არა მაგალითად ფასზე. ანუ მაღალი ფასი რამდენად შესაძლოა ნიშნავდეს მაღალ ხარისხს ან პირიქით. კი ბატონო, ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია მაგას გიპასუხებთ, რომ შრიფტთან დაკავშირებითაც არის განსაზღვრული, ანუ ის აუცილებლად უნდა იყოს კითხვადი, მკაფიოდ, არ უნდა იშლებოდეს და ზომებიც არის განსაზღვრული, რომ უნდა იყოს არა უმეტეს 1.2 მილიმეტრი უნდა იყოს ხილვადი უნდა იყოს ეს აუცილებლად. ამიტომ, მაგასთან დაკავშირებით ეს მკაფიოდ განსაზღვრება არის. ფასს რაც შეეხება პირდაპირ კავშირში ვერ ვიტყოდი, რომ ახლა ეს რაც მაღალი ფასია, მით უფრო, ასე ვთქვათ, უკეთესი იქნება სურსათი. მნიშვნელოვანია, რომ წაკითხვა ვიცოდეთ ამ ყველაფერს, აი მაგალითად იგივე ზეთებთან კავშირში ვიტყვი იმას, რომ ვთქვათ, ჩვენ თუ გვინდა რომ მივიღოთ და მივირთვათ მაღალი ხარისხის ჩვენთვის ესეთ ეგრეთ წოდებული მაღალი ხარისხის ზეთი, ის უნდა იყოს პირდაპირი გამოწვევის მაგალითად რა, მაღალი ხარისხის. ამ ვთქვათ, დასახელებაში ეს უბრალოდ სიტყვების გამოყენება ამ კანონმდებლობით არ შეიძლება. ის უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული ზუსტად ისე, როგორც ამ დადგენილებაში არის დაწერილი. ამიტომ თუ იქ ეწერება, რომ ეს არის ექსტრა, ანუ მაღალი ხარისხის, მომხმარებელს ეცოდინება, რომ ეს ნამდვილად ესეა. ლაპარაკი იმაზე საერთოდ არ არის, რომ უეტიკეტო პროდუქცია საერთოდ არ შეიძლება რომ შევიძინოთ და მე გქონდეს პრეტენზია, რომ ეს არის კარგი, ვთქვათ, პროდუქტი და ესეც უნდა ვიცოდეთ. ჩნდება ხოლმე საშიშროება, რომ კომპანიები რაღაც მარკეტინგულ ხრიკებს მიმართავენ და ეტიკეტზე გამოაქვთ ისეთი მიმსგავსებული სახელწოდებები, რომელმაც შესაძლოა გვაფიქრებინეს, რომ ეს არის მაღალი ხარისხის. გვაქვს მსგავსი უამრავი შემთხვევა უკვე არსებული ბაზარზე, თუმცა მათაც ვერ შეედავები, უბრალოდ ეს არის სწორად და კარგად შეფუთული. შემთხვევაში, როდესაც ძალიან გავს სახელწოდება ერთმანეთს. დადგენილებითაც და აქამდე არსებული 301 ეტიკეტირების რეგლამენტის თანახმად არის აკრძალული, დასჯადია და ამიტომ მომხმარებელს დამიჯერეთ, მე სურსათის სფეროში მუშაობ, ბევრ კომპანიაში ვარ, როგორც ასე ვთქვათ, კონსულტანტი და მწარმოებელს სულაც არ აწყობს, რომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს. ანუ განსაკუთრებით იმას, ვინც არის ცნობადი და იმას, რადგანაც ამ კანონმდებლობით პროდუქტის ამოღებაც კი არის სავალდებულო, ამიტომ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა არ აწყობს მწარმოებელს. ამიტომ ამ კანონმდებლობის 2016 წლიდან ამუშავების შემდეგ ეს რასაც თქვენ იძახით ბატონო ზურა, რომ ჩვენ შეიძლება შეცდომაში ვინმე შეგვიყვანოს და რაღაც სიტყვა მიმსგავსებული იყოს და ამ შემდეგ მაგის კატეგორიული აკრძალვა არის გათვალისწინებული ამ კანონმდებლობით და შესაბამისად იმედია არ გვექნება ეგეთი შემთხვევები, რომ მომხმარებელი შეცდომაში იყოს შეყვანილი. შემთხვევები იქნება, მას ექნება შესაბამისი რეაგირება, ხო? არის ეს საკანონმდებლო და აგრეთვე ამავე კანონმდებლობაში სავალდებულოა მცენარეული ზეთის მწარმოებლებისთვის საფრთხის ანალიზის და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემების დანერგვა, ეს გახდა უკვე სავალდებულო მათთვისაც და შესაბამისად ამათ ექნებათ ეს სისტემა შემუშავებული და შესაბამისად ეს სისტემა მოითხოვს სანიტარული ჰიგიენური ნორმების დაცვას, ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური ფაქტორების, თქვათ, საფრთხეების არიდებას და ამ შემდეგ და ეს ყველაფერი იქნება აი ამ კანონმდებლობით დარეგულირებული. ამის კონტროლს განახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო
სააგენტო და ანუ შესაბამისად იმედს ვიტყობთ, რომ ეს ყველაფერი იქნება მკაცრად გაკონტროლებული და ვერც ერთ მეწარმეს, რომელიც არაკეთილ სინდისიერად ამზადებს მცენარეულ ზეთებს ვერ ექნება საშუალება, რომ არასწორი ინფორმაცია მოგვაწოდოს. პროდუქციებს საუბრობთ, რომელიც ყველა ჩვენგანის ოჯახში ნამდვილად არის ყოველდღიური მოხმარების პროდუქტია და მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს ჯანსაღი ჯანმრთელი და უსაფრთხო ჩვენი ჯანმრთელობისთვის. თქვენ ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, საქმისთვის, რომელსაც ემსახურებით ცხადია, როდესაც ვსაუბრობთ მომხმარებლის უფლებებზე, ეს შეეხება ჩვენს ჯანმრთელობას, თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობას.